ადამიანების მართვა ძალიან ადვილად შეიძლება იმ ადამიანების მხრიდან, რომელმაც იცის, როგორ უნდა აღძრას თქვენში ის ემოცია, რომელი ემოციას თვითონ უნდა რომ აღძრას. და ესე იმართებით. მე გეტყვით, რომ პროცესი ურთიერთობების იმდენად არის განვითარებული და იმდენად დახვეწილია ცოდნა ამ საკითხებთან მიმართებაში, რომ თქვენ იმასაც კი აღარ გეუბნევიან, პირდაპირ კი არ გეუბნევიან, რა უნდა იფიქროთ. აკეთებენ ისე ის ხალხი, ვინც ერკვევა მართვაში, რომ თქვენ გაიფიქროთ ის, რაც მას უნდა რომ გაეფიქრა. და თქვენ გონიათ, რომ თქვენ მოგივიდათ ეგ ფიქრი თავში. რატო ვიწყებ ასე ცოტა შორიდან თვითმოტივაციაზე? იმიტომ რომ ერთ-ერთი მომენტი მნიშვნელოვანი არის, რომ თქვენ შეძლოთ თქვენი თავის მართვა და რაც უფრო თქვენ თვითონ იცით მართვის მექანიზმები, მაშინ თქვენ თავი შეგიძლიათ განაწყოთ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, მიზნის მისაღწევად და ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად. თუ თქვენ გარედან უფრო იმართებით, ვიდრე შიგნით, ანუ შიდა რესურსი თქვენ ნაკლები გაქვთ, თქვენ დამოკიდებული იქნებით ამინდზე, უფროსზე, შეყვარებულზე, ქმარზე, სულ დამოკიდებული იქნებით, რომ ეს ყველაფერი თქვენ ემოციაზე გავლენას ახდენს. ვისაც გინდათ, რომ ძლიერი პიროვნებად ჩამოყალიბდეთ და მიზნებს მიაღწიოთ, მოდი ავიღოთ აქცენტი, რომ ჩვენ კი არ გვმართონ, ჩვენ ვმართოთ საკუთარი თავის და სხვა